მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს, ესაა რიგით მე-10 ეპიზოდი. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ჩემი კურსელი, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, ჩვენი ძმა და მეგობარი ეზია იოსელიანი. დიდი მადლობა ეზია მოსვლისთვის. დღეს წესით ჩემი თანაწამყვანიც აქ უნდა იყოს ლევანი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ არის და დღეს შევეცდებით, რომ მე და ეზიამ ჩავწეროთ ერთი განხილვა, ფილმი, რომელიც ყველა თქვენგანს დარწმუნებული ვარ უყვარს. ესაა 1992 წელს გამოსული ქალის სურნელი, რომელშიც მთავარ როლს ალ პაჩინო თამაშობს და მერე კრის ოდონელი, უკვე ჩარლი სიმსის როლს. მადლობა ეზია კიდევ ერთხელ რომ მოხვედი ჩვენთან და იმედია საინტერესო პოდკასტი გამოგვივა, ხო? გასვეთყვი. მადლობა შენ პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან კარგი პროექტი გაქვს წამოწყებული. წარმატებებს გისურვებ პირველ რიგში ესეთი კონტენტი ზოგადად არ არის ხშირი, მით უმეტეს ახალგაზრდებში და ძალიან მოკლედ ესეთი საღამოც სიღრმისეული განხილვაც, ასე ვთქვათ, იშვიათია და წარმატებებს გისურვებ, უსურვებ პროექტს განვითარებას და ყველაფერს კარგს. დიდი მადლობა. მოდი გადავიდეთ უშუალოდ მართლაც გენიალური ფილმის განხილვაზე. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნოსტალგიური ფილმი არის ეს, როგორც თავისი მუსიკით, იქ ყველა თქვენგან მაიცის ცეკვის სცენა ცნობილი, ასევე დიალოგებით, თუნდაც იქ სასამართლო სცენით, რომელზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და შევავთ წვილმანებში. თვითონ ისტორია რო ავიღოთ, ხო, რაზე არის ეს ფილმი? ესაა ძირითადად ორ ადამიანზე, რომელმაც დაკარგა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი, რაღაც მარტოსული ადამიანები არიან. ჩარლი სიმსი, ახალგაზრდა მოსწავლე, რომელიც ღარიბი ოჯახიდან არის, მაგრამ სწავლობს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ბეჯითი არის ნამდვილად და ისეთ ცოტა პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს. და მეორე პერსონაჟი არის ფრენკ სლეიდი, ყოფილი სამხედრო. ბრმა არის ეს კაცი, უსინათლო არის და მოკლედ საკმაოდ ისეთი ტიპია რა, მთელი ცხოვრების გამოცდილებით და ამაზე მოგვიანებითაც ვისაუბრებთ პერიოდულად დავახასიათებთ ამ ორ პერსონაჟს. ფილმის მიმდინარეობისას ჩანს თუ აი როგორი პიროვნებაა თვითონ ეს, ანუ თავიდან შეიძლება ჩანდეს არის მცირე ესე უხეშად რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, რაღაც ბრაზიანი მოხუცი, რომელსაც აქვს ეს ჩაკეტილია, სულ სვავს რაღაც, მაგრამ რეალურად აი თვითონ აი განხილვის მიმდინარეობისასაც შევეხებით აუცილებლად იმას, რომ თვითონ პერსონაჟი არის იმდენად საინტერესო და უნივერსალური, რომ აი მეტი არ შეიძლება. ყველა კუთხით, ანუ ადამიანთან ვერ მოიწყენ. იმდენად ფიზიკურად ვერ მოიწყენ. თან უშუალოდ ახლა მცირე ასე ვთქვათ, შეხება მინდა გავაკეთო, ზოგადად ალ პაჩინოზე. თვითონ ალ პაჩინოზე. აი ძალიან ხშირია მათ შორის აი დენიროს და ალ პაჩინოს შორის აი გარკვეული პარალელების გავლება, მაგრამ ალ პაჩინოს აქ ის, რაც აი რობერტ დენიროს აი პრინციპში არ აქვს. ან შეიძლება ითქვას, რომ არ აქვს იმ დონეზე აყვანილი, იმიტომ რომ დენირო აი შეიძლება ვიღაცები არ დამეთან, არ შევეწინააღმდეგეთ, ჩემი სუბიექტური აზრია. აი დენირო როცა არის ალ პაჩინო, ანუ ადამიანი სულ თამაშობს ერთი და იგივეს, აი თუნდაც ირმებზე მონადირე, თუნდაც ხო, Deer Hunter-იც ხო, თვითონ ტიპი ისეთი აი რაღაც წყნარი, ისეთი საინტერესო რაღაც ესეთ ტიპს თამაშობს სულ, მაგრამ ალ პაჩინოს შემთხვევაში მაიკლ კორლეონე, სერპიკო, ავიც ტონი მონტანა, აი კარლიტოს გზა, თუნდაც ქალის სურნელი, ანუ რეალურად სხვადასხვა ადამიანები არიან. აი რახან ეზიამ დაიწყო, მეც გავაგზავნებ, იმიტომ რომ თავიდან მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მეთქი გაიწელება თვითონ ამ ფილმის ის, მაგრამ რახან შევეხეთ ამ თემას, პლანები ბოლომდე მივიყვანოთ. ზოგადად ეხა ძალიან მიუკერძოებელი ვარ ამ საკითხში და მეც ეხა რა თქმა უნდა ვიღაცამ მკითხოს ალ პაჩინო თუ დენირო, ორივე არის, ნუ აი ღვთაებრივი მსახიობი, მაგრამ ნუ ალ პაჩინო მაინც ჩემი აზრით სხვადასხვა კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ მე. და მე რომ მკითხოთ, უმეტესობა კრიტერიუმით ალ პაჩინო გასილებით უფრო ძლიერი მსახიობია, ვიდრე რობერტ დენირო.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან მიყვარს და ვაფასებ ორივეს როგორც მაგრამ მსახიობს. ხოლო ალ პაჩინო უფრო ესეთი მრავალფეროვანი და ყველა როლი შეუძლია რომ ითამაშოს. კომედიაც, დრამაც, მაფია, გარდაქმნის დიდო სტატია. კრაიმი, ხო. მოკლედ, ხო, ესე ანუ სიარულის მანერაც, აი, მცირე დეტალებშიც კი იგრძნობა, აი, ყველაფერში. თუნდაც ყველაზე ცნობილი ალ პაჩინოს ღრიალი ჯერ მარტო მაქედან დავიწყოთ. ნუ ძალიან უნივერსალური მსახიობია და ამ როლს ფრენკ სლეიდის როლს სხვა ვერავინ ვერ ითამაშებდა ფიზიკურად, ისე როგორც ალ პაჩინო. დაუბრუნდეთ ისე თვითონ ამ ფილმს, როგორც ეზიამ თქვა. ხოლო თავიდან ეს ფრენკ სლეიდი პატარა შინაარსობრივი ექსკურსიც რო გავაკეთოთ, ახლა შინაარს არ მოვყვებით, ცხადია, მაგრამ ხოლო ეს ჩარლი სიმსი გადაწყვეტს, რომ მადლიერების დღის Thanksgiving Day, როგორც ეძახიან ამერიკაში, მადლიერების დღის შაბათ-კვირეული უნდა რომ გაატაროს რაღაც საქმეში და ასე ვთქვათ, დაწერს რაღაც განცხადებას თუ იპოვის ოჯახს, რომელშიც უნდა მოუაროს ერთ მოხუც ადამიანს და ეს მოხუცი ადამიანი აღმოჩნდება სწორედ ეს ალ პაჩინო, ფრენკ სლეიდი, რომელიც თავიდან მათი პირველი შეხვედრისას, როგორ ვთქვა, მაქს აი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ დაამციროს ეს ჩარლი, ლანძღავს, პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს ვერ ხედავს, ეს ფრენკი უშვებს. ხო, მაგრამ ამას მეც ვახსენებთ, რომ ყველაზე კარგად ეს ხედავს მაინც რა. ხო, შეურაცხყოფები დამცირება, დაცინვა და მოკლედ, ესეთი ტიპი არის თავიდან, მაგრამ მერე უკვე, ასე ვთქვათ, წაიყვანს სამოგზაუროდ, ხო? ნუ ეხლა სამოგზაუროდ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რომელიღაცა შტატში წაიყვანს თვითმფრინავით გადაფრინდებიან და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, პირველი შთაბეჭდილება როგორი გვექმნება ამ კაცის თვისებებზე და როგორ ვთქვა, სოფლმხედველობაზე. თვითმფრინავში ისინი საუბრობენ, ისინი რა, ეს ფრენკ სლეიდი დაიწყებს საუბარს ქალზე, მანდილოსანზე და დაიწყებს ტიპური მანდილოსნის აღწერას და აი გეფიცები ამაზე უკეთ ვერავინ ვერასდროს ვერ აღწერს მანდილოსანს. იცის თავის საქმე. დეტალურად, ცოტა უხეში სიტყვებითაც კი, მაგრამ 100%-იანად ნამდვილად აღწერს. ტყუილს არ ამბობს არაფერს არ ამბობს ტყუილს. შეიძლება ცოტა ვულგარული ლექსიკონიც აქვს, რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა აქვს, მაგრამ ნუ საკმაოდ მაგრად აღწერს ესეთი უსინათლო კაცი და ფილმიც ტყუილად არ ქვია ამას ქალის სურნელი, იმიტომ რომ სწორედ სურნელით ხდება ეს უსინათლო ადამიანი აი ქალის სინაზეს, ემოციას, რაღაცა ცხოვრების ხალის, სიყვარულს და რა კავშირშია ეს აი ამ დაკარგულ ცხოვრებასთან და აი ფაქტობრივად შაუბნელ ცხოვრებასთან. მანდედან იწყება რეალურად აი ჩარლის გაგება, აი რო უგებს ამ ადამიანს რო გაიცნობს უკვე, იმიტომ რომ რეალურად ახლა სლეიდის ნაირი ტიპი არ უნდა იყოს, ნუ სიბნელეში არ უნდა ცხოვრობდეს და რო ცხოვრობს ეგ უკვე დიდი ტრაგედია იმ კუთხის, რომ ამ ადამიანს ასე ვთქვათ სერიოზულად უკვე აღარავინ აღარ აღიქოს. ყველა აღიქოს როგორც წვირთად, აი შემდეგ მომენტში შევეხებით აი მის ძმასთან სტუმრობას, ოჯახში სტუმრობას რაღაცა და აი სადივად რომ ჩარლიშიც სწორედ ეგ დაინახა, რომ ჩარლის ანუ დაკარგული სულია რეალურად ჩარლის, როგორც თვითონ და რო უგებენ ერთმანეთს, ანუ ეგ დაინახა, რომ ეს ბიჭი არის პატიოსანი და ისეთი, როგორც რეალურად მას უყვარს ეგეთი ადამიანები და ანუ თავად თვითონაც არ უყურებს თვითონ ასე ვთქვათ პოლკოვნიკს ისე როგორც სხვები უყურებენ მას, უყურებს ისე როგორც რაღაც განსაკუთრებულს და ხედავს ამ ადამიანს, წმენა აქვს ამ ადამიანში, თვითონ ჩარლის. არ თავიდან ახლა ეს წოდა რთული დასანახია. თავიდანვე ვიტყვი ფრენკ სლეიდის ერთ ყველაზე დიდ თვისებას. მიუხედავად იმისა, რომ ის არის უსინათლო ფილმში რაც ვინც კი მოცემული არის პერსონაჟი ყველაზე მაგრად სინამდვილეში ხედავს ფრენკი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ფრენკის საკუთარი გამოცდილებიდან ვიგებთ, რომ ფრენკი ხედავს ადამიანის შიშებს, ადამიანის პერსონას, ერთი
უბრალო დიალოგიდანაც კი იგებს როგორი ადამიანია, ხასიათებს იგებს. იმ ადამიანს ღირსება აქვს თუ არა, ამას ხედავს ძალიან კარგად. ანუ იმხელა გამოცდილება აქვს ამ კაცს და იმხელა ღირსების ადამიანი არის. შეიძლება თავიდან ვერ დავინახოთ ეს, იმიტომ რომ მართლა ну აი ბილდსიტყვიერების და იმის ბილდსიტყვიერების და ხო, მაგრამ მე აღმოჩნდება, რომ საუკეთესო პერსონაჟი და ყველაზე ღირსეული პერსონაჟი ჩარლისთან ერთად არის სწორედ ფრენკ სლეიდი. საინტერესოა ისიც, რომ დანარჩენი პერსონაჟები ფრენკისგან განსხვავებით არ არიან უსინათლოები, მაგრამ ჩარლის გარდა ყველა პერსონაჟი არის მორალურად და სულიერად ბრმა. იმიტომ რომ დაკარგული აქვთ ღირსება. და გავაცნოთ ახლა მაყურებელს ამის მაგალითი. ჩარლისთან აკუსელები მაგალითად. ხო, ჩარლის საძმაკაცო. ორი სამი ბიჭი, ჩარლის გამოკლებით, იქ ამ სკოლის დირექტორს რაღაცა უხეშ ხუმრობას თვითონ სკოლის დირექტორიც არ არის ესე ვთქვათ, პატიოსნების გამშრალები, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც უხამს ხუმრობას ხო, თავზე როგორც ვიცით რაღაც საღებავს გადაასხავენ და თვითონ მანქანასაც და ეს დირექტორი ვერ გაიგებს ვინ იყო, მაგრამ მე გაიგებსო წინა ღამით როცა იგეგმებოდა ეს ხუმრობა იმ ეზოში დაუნახავთ ჩარლი და ეს 3-4 მეგობარი. არა და ამ ჩარლის არაფერი არ მონტაჟების პერიოდში რაღაცის. ანუ აინთება ეგრევე ჩარლიზე და ფილმის დასაწყისშივე აშანტაჟებს ამ ჩარლის, რომ მითხარიო ვინ იყო. და ბოდიში უშუალოდ უნდა ვახსენოთ ისიც, რომ სადაც მიმდინარეობს მოქმედება ამ სასწავლებელში მოკლედ ჩარლის გარდა მე მგონი ყველა აბსოლუტურად ყველა არის წარმოუდგენლად დიდი ოჯახებიდან, ასე ვთქვათ, მატერიალურად ასე ვთქვათ, დიდარი ოჯახებიდან მომავალი შვილები, რომლებსაც აქვს წარმოუდგენელი პრივილეგიები და ჩარლიც შეიძლება სწორედ ამანაც განაპირობა, რომ ამ ქარცეცხლში მოყვა, იმიტომ რომ ამით როგორც ახსენე აშანტაჟებს, რომ სულ რამდენიმე ბავშვიაო, რომელსაც ასევე შეუძლიათ, ასე ვთქვათ, უფრო დიდ საფეხურზე გადავიყვანო და შენი შეყვანა შემიძლია იმ შემთხვევაში, თუ ასე ვთქვათ, ამათ დაასმენო რა, უხეშად. ხო, ანუ თუ გასცემო, ანუ თუ მეტყვიო ვინც ქნაო ესო, ჰარვარდის სასწავლებელში გაგიშვებოდა. თუ არ მეტყვიო, მაშინ დაივიწყეო შენი წარმატებული მომავალი. ანუ ელემენტარული შანტაჟი არის ეს, ხო? და ჩარლის ცხოვრებაში პირველად ალბათ მოუწია ასეთი არჩევანის წინაშე დადგომა, რომ ან ღირსება და სიმართლე, ან კარიერა და ან კარიერა, სხვების ჩაშვება, დაბეზღება, მაგრამ ხალხი. ნუ ახლა ღირსეული ადამიანი, რა თქმა უნდა, ღირსებას აირჩევდა და ფილმის ბოლოს ვნახავთ კიდეც ვინ დაეხმარება ჩარლის, რა გზით დაეხმარება და რა დროს დაეხმარება. თან აქ ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ჩარლის ადგილას ყოფნას, ესე იგი მტერს არ უსურვებთ არავინ, ხა შორიდან წარმოიდგინე ხა ასეთ პრესტიჟულ სასწავლებელში ხარ, ესეთი ასე ვთქვათ, ოქროს ბილეთი გაქვს, რომ გასაღები რომ ეს ოქროს კარი გააღო, შეხვიდე, შეაბიჯო იქ სადაც ისეთი ადამიანები შედიან, რომლებსაც აქვთ ეს მატერიალური უზრუნველყოფა და თუნდაც ასე ვთქვათ, გონებრივად საკმაოდ განვითარებულები არიან, მაგრამ ნუ მას ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი კურსელები, ნუ ხა სუბიექტურად რო ვთქვათ, ეხლა რომ გავცდეთ ასე ვთქვათ, მორალს, იმსახურებენ ნამდვილად, რომ საკადრის პასუხი მიიღონ და დაისაჯონ, მაგრამ ამ გზით მაინც ჩარლის არ უნდა თავისი ასე ვთქვათ, წარმატების ასე ვთქვათ, ამ გზით დაწყება მოკლედ, ამაზე აგება. არ სურს და პრინციპში მართალის არის, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭისთვის ეხლა როგორია? აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის დასაწყისში ჩარლის მთავარი შიში არის ეს, რომ არ დაკარგოს მომავალი. და ნახე როგორ კავშირშია ფრენკის ვარიანტში. ფრენკს უკვე ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს, მომავალი პრინციპში აღარ უნდა, იმიტომ რომ თვითმკვლელობის მცდელობებიც ექნება 1-2 თუ 3-ჯერ, იმიტომ რომ აი საერთოდ ცხოვრება აღარ უნდა, ხო? და აი ესეთი ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი როგორ იპოვის ერთმანეთს და როგორ დაეხმარება ერთი მეორეს, ხო? თან კონტურები შეიძლება გავალოთ იმაზე, რომ როგორი იყო ფრენკი სანამ ხედველობას დაკარგავდა. ქარიზმატული, რაღაც ასე ვთქვათ,
მანდილოსნებში ასე ვთქვათ საკმაოდ ისეთი პიროვნებები უხეშად რო ვთქვათ მეკალთანეც ეს საკმაოდ მეკალთანე ლამბორგი ეს ასე ვთქვათ Porsche თუ Lamborghini მოკლედ მანქანით რო გაასეირნებს ხო ეს ძვირიანი მანქანის სცენას ასე ვთქვათ რომაც მშვენივრად ატარებს ისევე ხა წარმოვიდგინეთ ფრიზელი რას აკეთებენ ნუ მოკლედ თავდაჯერებული ძლიერი ასე ვთქვათ ძლიერი პიროვნება ქარიზმატული პიროვნება იყო რომელსაც შეეძლო ყველაფერი ანუ ყველანაირ პირს შეიძლებოდა მორგებოდა იცნობდა მანამდეც ახლა არ ამგონია ასე ვთქვათ შეეძლო არა შეუძლია ეხლაც ხო და დარჩა ანუ სიგნალეში დარჩა მართლაც აბსოლუტურ სიგნალეში და სხვათა შორის ერთი ვარიანტი არის რომ ეს სარკაზმი რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თვისება არის რასაც ხშირად ავრენს ხოლმე ეს სარკაზმი სწორედ იმ ტკივილის ნიღაბი არის და იმ ტკივილის დამალვა არის რაც აი ამ უსინათლობამ და ამ ცხოვრებამ დაუტოვა მას გამკლავების გზა ხო სარკაზმი და ცინიზმი სწორედ მაგიტომ აქვს ალბათ სწორედ ამიტომ რთავს აი ამ ცინიზმს ყველაფერში ეს ფრენკ სლეიდი აი ხა ძალიან შინაარსში რო არ გადავიდეთ ჩვენ მარტო ვისაუბრებთ დასამახსოვრებელ მომენტებზე მნიშვნელოვან მომენტებზე და ისეთ კადრებზე მომენტებზე რომლებიც ღირს განხილვად და ნამდვილად არის კიდეც განსახილველი ტანგოს სცენა მაგალითად ტანგოს სცენა ხო ნუ ეს ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა არის კარგად ვაცნობს თვითონ ფრენკის პერსონაჟსაც აი დასაწყისია ძალიან საინტერესო როდესაც ასე ვთქვათ ჩარლი ასე ვთქვათ დაინახავს რესტორანში ასე ვთქვათ მაგიდაზე მირზოლ გოგოს და ასე ვთქვათ ჩარლი არ დაინახავს არა ჩარლი შეამჩნია და ეს მიხვდა რომ ჩარლი შეამჩნია მართალი ხარ აი აქაც რამხელა ისაა რომ აი უსინათლო კაცმა ვკითხა ბიჭს რომ ვის უყურებო ეხლა ვიღაც გოგო არისო ხო სურნელით მივხვდიო და მან ისე თქვა გოგო არისო რომ ნუ აი ეს მიხვდა ეგრევე და წამოიხა უნდა გაგაცნო და მივლენ ამ გოგოსთან მაგიდასთან ეგ არის ძალიან საინტერესო ეს გოგო მარტო ზის და მე აღმოჩნდება რომ თურმე საქმროს უწდის და სანამ ის საქმრო მოვა ესენი გაიცნობენ და მე საუბარი ჩამოვარდება ცეკვაზე და ხო თან თავიდან ის არის საინტერესო რომ აი გაცნობის მომენტში წარმოიდგინე ახლა ორი მამაკაცი მიდის საკმაოდ ლამას გოგოსთან რომელსაც ასე ვთქვათ არანაირი სურვილი შეიძლება არ ქონდეს რომ ახლა ვიღაც უცხო მამაკაცი მივიდეს და ასე ვთქვათ გაცნობა დაუპიროს და აი აქ არის საინტერესო ის რომ არანაირი ზედმეტი გადაცდომა აი არაფერი ისეთი რაც დისკომფორტს აგრძნობინებს ამ გოგოს ანუ პირიქით ყოველ შემთხვევაში მანდილოსთან საუბარი და ურთიერთობა აშკარად არ ეშლება და მართლაც მივლენ და მე ეს გოგო ეტყვისო ცეკვა არ ვიციო და არაუშავსო რამე თუ შეგეშლება უნდა გააგზელო ცეკვაო და ეს ერთ-ერთი მთავარი მოტივი არის ამ ფილმის ხო თუ შეგეშალო გააგზელეო ცეკვაო რა და თუ დააკვირდებით ამ ფრენკ სლეიდის ცხოვრების მთავარი კრედოც ესაა ხო მთავარი მირწამსი რომ აი ამდენი რამე შეეშალა კი არა ასეთი დაბრკოლებები მოუწია ცხოვრებაში და მაინც არ ნებდება და ცხოვრობს მიუხედავად თვითმკვლელობის ცდილობებისა მაგრამ და მე გავლენ სცენაზე და ნუ იცეკვებენ გადასარევად ხო ტანგოს და სხვათა შორის პატარა გადახვევას გავაკეთებ მე უკვე ოსკარების დაჯილდოება რო იყო ეს გოგო ვინც ცეკვავდა მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია და ამ გოგოს მსახიობი გამოვიდა იქ ცერემონიაზე და ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თქვა რომ ალ პაჩინოსთან ერთად ტანგოს რო ცეკვავდიო ეს ის მომენტი იყო როდესაც რომლისგანაც რეაბილიტაციაო ჯერ კიდე მიჭირსო და ნუ ესეც საკმაოდ Dancing a tango with Al Pacino is something I am yet to recover from. ყველას გეცოდინებათ ეს ფრაზა იქ ოსკარების იმაზეო თქვა ამ ქალმა და ხო ტანგოს სცენა და სხვათა შორის რატომ მაინც და მაინც ტანგო აღიარებულია რომ მუსიკაში რომ ტანგო არის და ზოგადად მანდილოსთან ცეკვა არის რაღაც
ერთგვარი კონტროლის რაღაც ისევ ახალგაზრდობის მთელი სინაზის რიტუალია. სილაღის დაბრუნება და კი. სწორედ ჩარლი კი არა ცეკვა ამ გოგოსთან. თვითონ ეცეკვა რა ეს ფრენკი. რომ ამით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თან ახალგაზრდობა გაიხსენა. კი, ყველაფერი. გაიხსენა, ხო, ყველაფერი მართლაც. და მთავარი სათქმელიც, პრინციპი სათქმელი რა თვითონ ეს ტანგო სცენა, ანუ შეუძლებელი იყო ეს ფილმის მიმდინარეობისას, მე ესე მწამს და შეიძლება ესეც არის, რომ არ ყოფილიყო ესე პრაგმატული, ესე იგი მარტო დადგმა. ხო. რეალურად ეს მთელი მაგია იყო ამას ჩადებული, ანუ ესეთი უბრალო სცენა არ არის, რომ ასე ვთქვათ, გაათამაშო რაღაცა. აქ იყო უდიდესი ემოციაც, ასე ვთქვათ, სუბიექტურად, ორივე მსახიობმა, მე უფრო მგონია რომ მანდილოსანმა იგრძნო. რა თქმა უნდა, ხარია. ეს არ იყო ესეთ ჩვეულებრივი და სწორედ ამიტომ არის ეს ფილმი ესეთი განსაკუთრებული, რომ თითოეული ემოცია, ან ისე თამაშობენ, რომ ეს ჩვენ ვერ გვგრძნობთ, რომ ეს ასე ვთქვათ, მარტო ფილმი არ არის, ან შეიძლება რეალურად ამ ფილმში მართლაც დევს რაღაც ისეთი, რაც ასე ვთქვათ, ჩვენ გვაგრძნობინებს, რომ თითოეული მომენტი არის ნამდვილი. ისევე როგორც ალბაჩინოს და პოლკოვნიკის ლეიდის სიბრმავე, ისევე როგორც ეს ჩარლის ასოწარკვეთილება და ისევე როგორც ეს ტანგოს მომენტი და კიდევ სხვა მრავალი. კიდე დასამახსოვრებელი და ასე ვთქვათ, საყურადღებო მომენტებს რაც შეეხება. სასტუმროში, სადაც ჩავლენ, აღარ მახსოვს ზუსტად შტატი. პლაზა. ხო. ნიუ-იორკის, პლაზა, ხო. ნუ იქ ერთ-ერთ დღეს ეს ფრენკს უკვე გადაეკეტება და ჩარლის გააგზავნის ჩადიო რაღაცა მომიტანეო, სიგარეტი მომიტანეო და ეს ჩარლიც ჩავა. და მაქამდე არ უნდა გამორჩეს ეს. რო დააბარებსო სიგარეტი მომიტანეო. ეს ჩარლი ხუმრობით თუ რაღაც დაცინვით გააკეთებს ესე რა. ხო და ეს ეგრევე ეტყვისო. ეს რა იყო? ხო. და ამას შეეშინდა რომ ვაიმე, ხა ისე არ მეჩხუბოს და რაღაცა ეს რა გავაკეთეო და ესე კი არაო, ყოველთვის ესე გააკეთეო. ანუ ამ მაკაცმა სად დაინახა, როგორ დაინახა, ანუ ესეც მის გამოცდილებაზე და მის ძლიერ პიროვნებაზე უსვამს ხაზს. იმიტომ რომ ყველაფერი იცის კაცმა, აი ხო უსინათლო არის, მაგრამ მართლაც რომ პირდაპირ მნიშვნელობით სხვებზე უკეთ ხედავს რა. და ზოგადად ეხლა ამერიკული კინო, ეხლა ევროპულისგან განსხვავებით, ევროპული ეხლა ცოტა ჭრილში შევიდა გარკვეულწილად, მაგრამ ამერიკულ კინოს აქვს ეს კლიშეური, ძალიან ბევრი ეგ არის ფაქტიურად და აი ეს მომენტი სიგარაზე რო აგზავნის და თან გამყიდველს რო ეუბნება მიცნობსო, აი ეგ მომენტი იყო ძალიან საინტერესო იმ კუთხით, არ არის ამერიკული მოვლენა, რომ აი მიდი იმასთან ის მიცნობს და რაღაც გამოართვი და რაღაც ანუ ეს არის რაღაც ქართული მოვლენაა და პრინციპში ისეთი ანუ უფრო ასე ვთქვათ ცივილიზებული მოვლენა, აქეთ უფრო არის ეს რა, აი თუნდაც ევროპულ სივრცეში, ანუ ამერიკაში ესეთი რამე მე პირადად ფილმებში არ ესეთი ფენომენი არის არ მინახავს. ეგ არის ძალიან საინტერესო. თან ისიც უნდა რომ თანი მომენტში მე მგონი უკვე თავს იკლავს ხო და რომ ამასაც რო არ დაბრალდეს და ყველაფერი წინასწარ აქვს გაწერილი, ესე იგი თითოეული მომენტი დაგეგმილი. ანუ წინასწარ გაწერილი ქონდა ის, რომ რა სიგარეტიც დააბარა ჩარლის, ის სიგარეტი არ ექნებოდა იმ ქალს თუ იმ კაცს. და ნუ ეს ჩარლი ახლა რა თქმა უნდა ხელსარიელი დაბრუნდა თავის ნომერში და არა უბრალოდ გააცნობიერა მე მგონი. მიხვდა. მგონი მიხვდა და გამობრუნდა. გამობრუნდა, ეგრევე გამოიქცა, იმიტომ რომ ჩარლიმ უკვე დაინახა, რომ ფრენკს საშუალება რომ მიეცემოდა, ეგრევე თვითკვლელობას ცდილობდა რა, რომ მოეკლა თავი. თან იარაღი ყოველთვის დაგქონდა. ყაბელური იარაღი ოფიცერს ყოველთვის უნდა კონდეს. ხო და თან ერთი მომენტიცაა იქ როგორ შლის ეს უსინათლო კაცი იარაღს და პისტოლეტს, ხო და ნუ რო გამოიქცა ეგრევე დაინახა რომ ეს ფრენკი სწორედ ჩარლის უმიზნებს თავიდან იარაღს და მე რაღაც პატარა საუბრის მერე უკვე გადაეკეტება ამ ფრენკს და დაიწყებს უკუთვლას რომ აი 10-მდე ვითვლიო თუ არა და გავისვრიო და ნუ ყველა ვინც უყურებს ფილმს ახლა ყველას გონია რომ გავა თუ არა ეს 10 წამი და ჩარლის ესვრის გავიდა 10 წამი და აიტრიალა საკუთარ სახესთან იარაღი და ეს ჩარლი ეცა ეგრევე ვერ გამოხლიჯა, მაგრამ იქ პატარა გაწამაწია იყო და მე ეს დასამახსოვრებელი მომენტი არის, რომ უღრიალებს ეს ფრენკი, რომ ნუ გადი აქედანო და ეს ჩარლიც აყვება ამ ყვირილში და შენო საერთოდ რაც გინდა ისქენიო, მეო აღარ შეგაკავებო, მოიკალი თავიო, ან თუ გინდა საერთოდ მიხედე შენ ცხოვრებასო და
ზადი რა ცხოვრება არის ცხოვრებაო, მე ეს ცნობილი ფრაზა არის, I'm in the dark here. What life? I got no life. I'm in the dark here. You understand? I'm in the dark. ანუ სულ სიგნალში ვარო და ეს რა თქმა უნდა არის გულისხმობა მარტო ფიზიკური სიგნალი, რომ უსინათლო არის და მარტო ეს არ გულისხმია, ხა ამას ყველა მივხვდებოდით, რომ ცხოვრებისეულად არის სიგნალში რა. ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულ კრიზისშია, ცხოვრების ხალისი დაკარგა, არაფრის იმედი არ აქვს, ყველას ეზიზღება, იმიტომ რომ ესეთი ხასიათი აქვს. არავის არ გავს. ხო, არავის არ გავს, განსხვავებულია, მარტო არის უსინათლოა. და ერთი სიტყვით თქვა, რომ სიგნალში ვარო რა. რა ცხოვრება, რის ცხოვრება და ნუ მე რა თქმა უნდა დაწყნარდა ორივე და ესეც საკმაოდ დასამახსოვრებელი მომენტი არის. ფერარის ტარება ახსენე შენ, თუ პორშეს ტარება. ფერარი იყო. ფერარი იყო, კი. კი. გამყიდოს რო ჩაუტარა, ასე ვთქვათ, ხეშად. რო გაეტანებინა ეს მანქანა, მაგრამ ესეც ცალკე სცენაა, რომ ამის, ასე ვთქვათ, დაკერვის, ასე ვთქვათ, დაყოლიების მეთოდი საკმაოდ ისეთი იყო დასამახსოვრებელიც და თვითონ ეს ფერარის სცენას. თან საქმე რაშია, იცი? ალ პაჩინო ეხლა ამ ფილმში რეალურად იყო უკვე დაღვინებული, დიდება გამოვლილი მსახიობი, მაგ დროს უკვე მაიკლ კორლეონეს მოლეული ჰქონდა, თუ არ ვცდები, მე მგონი ისიც თვითონ ტონი მონტანაც. კი, ძალიან ბევრი ფილმი ჰქონდა გამოვლილი და ყველა მიცოდა, რომ ალ პაჩინო იყო, ალ პაჩინო და მაგის გარდა, ასე ვთქვათ, ის იყო აქ და სხვა დანარჩენები იყვნენ, ჯერ იყო ეგ და მე სხვა და ეს ბიჭი რეალურად სხვაგან არ შემხედრია, რაღაც სერიალში იყო, მე მგონი პოლიციელებზე, ანუ არ არის ცნობილი მსახიობი, ესე ვთქვათ, გავარდნილი მსახიობი არ არის და ეს ოდონელი ხო? ოდონელი და ანუ ტოლს არ უდებს, ანუ ყვება თან საქმე, არ იკარგება ალ პაჩინოსთან ერთად. არ იკარგება. თან როგორია ახლა ალ პაჩინოს მიყავს ცალკე, ასე ვთქვათ, ფილმი, რეალურად და ესეც არ იკარგება, მიყვება, ანუ ესეც რა თქმა უნდა ნიჭიერებაზე არის, იმიტომ რომ არის კატეგორია ფილმების, რომლებშიც თამაშობენ აი ისეთი მსახიობები მთავარ როლს, რომ სწორედ აი ამ ფილმით იკვლევენ მერე გზას ჰოლივუდში. აი თუნდაც მსახიობი დამავიწყდა მკვდარი პოეტების საზოგადოებაში, რომ მთავარი პერსონაჟი არის რობინ უილიამსი არის და ვაიმე რა ქვია იმ მსახიობს. ვიცი ვიზეც ამფანა სახელი ამაც დამავიწყდა. ცნობილი მსახიობი გახდა, სწორედ მაგ ფილმით გახდა. თორემ აქამდე ბევრმა არ იცოდა. კი, მაგრამ მე ცნობილი მსახიობი გახდა და უნდა დავგუგლო. ფილმებშიც თამაშობდა პრინციპში, მაგრამ აი ამ ბიჭზე ეგ ბიჭი ბევრ არცად არ მინახავს, მე მგონი ტელევიზორში გადიოდა ესეთი გადაცემა პოლიციელებზე, მოკლედ სერიალი იყო და იქ თამაშობდა. ოღონდ ეს არის უკვე ითან ჰოუკი. ხო, ითან ჰოუკმაც სწორედ ნუ ეხლა რობინ უილიამსის გენიაზე აღარ დავიწყებთ საუბარს და მაგ ფილმის გენიალურობაზე და სწორედ მაგ ფილმიდან აიღო ეს ჩაიკარგა ოდონელი. ოდონელი მაინც ჩაიკარგა, ხო, მაგრამ ეს ფილმი მაინც ეს ფილმი დარჩა ახლა თან სადასავარაუდო 18-17 წლის არის და ხო, სადასანანია პრინციპში, მაგრამ გავაგრძელოთ ფერარიზე. მივლენ ფერარის ცენტრში და ნუ ეს ატყდება ეს ფრენკი, რომ გინდა თუ არა მინდა მანქანის ტარება. ანუ ეხლა როგორია, ეხლა უსინათლო კაცი რო გთხოვს, რომ მანქანაზე და საჭირზე დამსვიო და დაგროვილიც აქვს, დარგვეული კაპიტალი, ეხლა პლაზა არ არის ხო ეხლა ისეთ სასტუმრო. ანუ ისიც უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მდიდარი კაცი არის ეს ფრენკი. კი, მაგრამ საიდან მე მგონი აი არ ვიცი, საპენსიო ფონდში ვითომ შეიძლება იმგეხას მსახურობდა. მისი ძმა ვიცით ეხლა იმ სცენიდან ოჯახთან რომ ის რომ საკმაოდ მდიდარი ადამიანი, თვითონ სავარაუდოდ დაგროვილი აქვს რაღაც კაპიტალი. თვითონ სამხედრო სამსახურიდან გამომდინარე და შეიძლება საპენსიო ხა ამერიკაში მაგალითად სხვანაირად არის ხო ვიდრე საქართველოში და ნუ ამაზე მოკლედ დიდი ხაზგასმა არ არის ასე ვთქვათ სცენარისტების მხრიდან საიდან აქვს სამხედრო თანხა მაგრამ საიდანღაც ექნება დიდი ალბათობით და ნუ აი ამ ფერარის იყიდის ხო ერთი რა ხდება იქ ფერარის ნუ როცა წამოიყვანენ ასე ვთქვათ უკვე აი ეს არის როგორ მოისყიდის საინტერესო ჯერ მიყავს ამ ჩარლის ესე ნელა მშვიდად წნართ ახლა სავარაუდოდ ხშირად არ არის თვითონაც მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ფერარის ენაჟდომი ზოგადად ეს
თვითონ ცხოვრებისეული აი რაღაცეები რა ნაკლებად იცის ვიდრე ხა რა თქმა უნდა სლეიდმა. კი არა, ფრენკთან შედარებით, ფრენკთან შედარებით სხვაგან არის და ეს ფრენკი ზის ახლა მოწყენილი უკვე მოიწყინა ეს ნელა მიყავს 60 დაბლა სავარაუდოდ და საბოლოო ჯამში ახლა კი ვიცით რომ გადასვავს და დადგება ფრენკის ჯერი. ხო, დამსვია. თუ გინდა თქვენ უბრალოდ თვითონ შესთავაზა მე მგონი. არა, ეგ არ ჩანს რომ თვითონ შესთავაზა, მაგრამ მიმიკაა თვითონ მომენტი რომ აი ხო მიდი. ეხლა უნდა ვთქვათ ისიც რომ ეხლა ძალიან მაგრად ვერ დაყავს ფიზიკურად ეხლა უსინათლო არის, მაგრამ ეს ჩარლიც ძალიან ეხმარება, იმიტომ რომ მეტრებში და ნუ ეხლა ხო თორე ასეულ მეტრებში კარნახობს რომ აი აქ მარჯვნივ აქ ნელა ისა ესა და არ უკარნახებს და ხო და თან ხო არ უკარ სიცოცხლე მაგაზია გამოკიდებული. თან მე უმატებს და უმატებს სიჩქარეს ეს ფრენკი რა. ანუ ამაში აქაც როგორ ჩანს, როგორი თავდაჯერებულია და თან ის კი არაა რომ წირავს სიცოცხლეს, იმიტომ რომ არ წირავს, იმიტომ რომ გვერდით ახლა ჯერა ხო, საფა მაგაში. თვითონ დარწმუნებულია რომ იცის აბსოლუტურად. სიცოცხლე საფრთხეში არაა, როცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ის საჭესთან რა თვითონ სინათლე და მე აიდევნებათ პოლიცია. ო, ეგეც კარგი სცენაა. ხო და ნუ ძალიან დეტალებში არ შევალთ, იმიტომ რომ ესე მართლა ძალიან გაიწერება და ნუ იმ პოლიციასაც მიხვდება მე მგონი. მიხვდება ის პოლიცია ისახვედრს და შემდეგი სცენა თვითონ ფილმის სათაური არ უნდა დავივიწყოთ, რატო ქვია ქალის სურნელი. მაშინ როცა ქალები თითქმის ძალიან უმცირესობაში არიან ამ ფილმში. გაგებით რომ თითქმის არჩანა ხო ეხა ესეთი გამოკვეთილი პერსონაჟი სათაურზე ესეთი დიდი ხაზგასმა არ არის რატო არის ქალის სურნელი რატო ქვია და ქალის სურნელი მოდი აი როგორ ვთქვათ ეს ფრენკი იმდენად სრულყოფილად ახასიათებს მანდილოსნებს რომ აი არ ვიცი შეგვიძლია ვთქვათ რომ ერთადერთი ასე ვთქვათ ხალისი ცხოვრების სწორედ ქალების მიმართ აქვს ფრენკს რომ აი თუნდაც იქ ხო ურეკავს პერიოდულად ერთ ქალს და ну აი რაღაც სასწაული ლექსიკით ესაუბრება და პატივს სცემს და რაღაც მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით მაგრამ სურნელით ხდება აი საპნის ხალი როგორი საპნის სცენაზე იყო ზუსტად ის რომ აი იმ გოგოსთან მიმართებაში აი ტანგო რო ეცება შემდგომში უკვე სლეიდმა კითხა თავიდან თუ უბრალოდ გამოუცნო რა საპონი ასე ვთქვათ რა საპნით იბანს უხეშად რო ვთქვათ გამოუცნო და ბებია ჩემო მაჩუკაო რა უთხრა და გიჟდები თქვენს ბებიაზე მოკლედ ანუ ამით იმის თქმა შეიძლება ესე პრიმიტიულად რო ვთქვათ თუ ბევრს განსაზღვრა მოკლედ ესე იგი საპონი ადამიანზე ბევრს მეტყველებს როგორც ჩანს ესე იგი მის დახვეწილობაზეც რაღაც გარკვეულ სოციალურ სტატუსზეც ნუ ბევრს მეტყველებს ახლა წარმოიდგინეთ როცა ბრმახარ უფრო მეტ რამეს აცნობიერებთ უფრო მეტ რაღაცებს ასე ვთქვათ ხდები და ამუღამებ აი ფილმის ბოლოშიც ვიცით როცა ასე ვთქვათ ჩემი აზრით მის სიყვარულს გადაეყრება უკვე ხო ეგეც ძალიან საინტერესო მონაკვეთია ხო და ხო ნუ ამ ფრენკს შეუძლია რომ ქალის თუნდაც სუნამოთი სურნელით და ასე ვთქვათ ენერგეტიკით ზუსტად აღწეროს და აღიქვას ის ხალი როგორი არის რა გარეგნობის არის და რა ხასიათებისაა და ეს რა თქმა უნდა ზენიჭი არის რა და სწორედ ქალებში მდგომარეობს მისი ცხოვრების დარჩენილი არსი და თუნდაც დარჩენილი ცხოვრება და ეს სინაზეს და ემოციას ახსენებს მოკლედ ამ ქალებთან ურთიერთობა ალბათ ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა და ყველაზე ასე ვთქვათ რომ ესეთი ძლიერი და მართლაც კარგი განხილვადი სცენა სასამართლო სცენა უკვე როდესაც პიკში არის ეს კონფლიქტი ამ სტუდენტებსა და ამ დირექტორ რა ქვია ტრესკი ქვია ტრესკი არის გვარადეს დირექტორი ეს დირექტორი უკვე მოაწყობს ერთგვარ იმიტირებულ სასამართლოს რა ესე უხეშად რო ვთქვათ სადაც ერთ მხარეს ჩარლიზის მეორე მხარეს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მამამისიც გვერდზე უზის ასე რომლის მამაც რაღაც საკმაოდ შეძლებული
მამაც უზის გვერდზე და ეს ფრენკი მარტო არის. და უნდა ვთქვათ ისიც, რომ ფრენკი და ეს ფრენკი მე ჩარლი და ფრენკი უკვე დაემშვიდობდნენ ერთმანეთს, ის ფრენკი იდეაში სახლში უნდა წავიდეს და აბრუნდეს და ნუ ეს ჩარლის უწევს, რომ ამ სასამართლოს დაესწროს მარტო იმიტომ, რომ თვითონ ბედი წყდება ფაქტიურად. ხო, თავისი ბედი წყდება რა. და დაიწყო თუ არა სასამართლო დაცვას თუ ფრენკის პერსონალურ მძღოლს შემოყავს უსინათლო ფრენკი და დაჯდება თვითონ ეს დაცვა. ხო, დაჯდება თვითონ ჩარლის გვერდით. როგორც მისი ადვოკატი, წარმომადგენელი, ხო, ამ შემთხვევაში ადვოკატი გამოვა ისეთ რამეს გააკეთებს ფრენკი და ნუ საუბარი რა თქმა უნდა იმას შეჩქნია, რომ ეს დირექტორი ეძალება გინდა თუ არა მითხარიო ვინ გააკეთაო, თორე საერთოდ დაივიწყე ჰარვარდიო და მომავალი დაივიწყეო. აი მანდარი მომენტი. ხო, აი როგორი ისეთი შანტაჟი არის, რომ ჩარლის უწევს არჩევანის გაკეთება ღირსებასა და წარმატებულ მომავალს შორის. და მანდარი სწორედ ის მომენტი, რომ ანუ ულტიმატუმს უყენებს, ანუ ეს იყო თუ არაო, ასე ვთქვათ, ღებულობდნენ თუ არა, და ხელი უნდა დაადოს ფაქტიურად და აი მანდარი უკვე რაც არის. ხო და ნუ ეს ჩარლიც არ გატყდება რა თქმა უნდა რა და მაინც არ იტყვის ბოლომდე და ნუ ეს დირექტორი ძალიან გაბრაზდება და ბოლო ხმაზე იტყვის რომ ამ შეურაცხყოფას მიაყენებს ამ ჩარლის რომ თქვენო მატყუ არა ხართო და საკადრის პასუხს მიიღებთო და ამაზე ეგრევე წამოენთება იმას რა ქვია ფრენკს რომ როგორ გეკადრებათო იქ სხვა სიტყვებით ამბობს და დაიწყება ფრენკის მონოლოგი რასაც ქვია. ძალიან გენიალური მონოლოგი არის და ეხა სიტყვა სიტყვით ვერ გადმოგცემთ ამ მონოლოგს, მაგრამ ხას უსვამს რომ აი აქედანო თქვენ როგორც თქვით ამ სასწავლებელიდანო მრავალი ასე ვთქვათ პრეზიდენტი, მრავალი პოლიტიკური მოღვაწე გავიდაო და ანუ ღირსება ესე ვთქვათ ჩარლი განადგურეთო და ის დააჯილდოვეთო, ვინც რეალურად დამნაშავე იყო და ამას ვთქვათ სიას, ესე იგი ჩარლის რო ჩაეშვაო ეს ადამიანი უნდა შემატებოდა ასე ვთქვათ ამ პრეზიდენტების და ასე ვთქვათ იურისტების და მაღალი სოციალური წრის ნაცრისფერ სიასო ჩარლიო ეს. ძალიან სწორად თქვა ფრენკმა ის რომ ჩარლი არ გაყიდის არავის იმის გამო რომ იყიდოს საკუთარი მომავალი. აი ეს უთხრა ხმამაღლა ფრენკმა ამ დირექტორს ლიდერების აკვანში ამას ამზადებთო, ესე იგი ესეთ ადამიანებს ზრდითო, ანუ მოკლედ გადაუარა ყველანაირად პრინციპი. ხო. არ დაუტოვა არგუმენტი. ნამდვილად და ნუ ეს ცხოვრების ორი გზა ანახა, აღწერა მე იქ ფრენკმა თავისი მონოლოგის დროს, რომ ერთი გზა არისო, მომგებიანიო, უსაფრთხო და როგორ თქვა, ადვილიო და არ მოითხოვს ღირსების დაცვასო. ცხოვრების მეორე გზა არის საკმაოდ სახიფათო, რთულიო, მტკივნეულიო, მაგრამ ღირსებას იცავსო. ჩარლიმ კი სწორედ მეორე გზა აირჩიაო და სწორედ ამიტომ ვერ უზავთ ვერაფერსო და მოკლედ ერთი სიტყვით რო ვთქვათ, გაასწორა მიწასთან. ახლა დეტალურად ვერ განმოგცემთ ამ მონოლოგს, მაგრამ საბჭოს სხვა გზა აღარ დაუტოვა და ხო და მე ნუ იქ 12 კაციანი საბჭო გამომართლებელი განაჩენი ასე ვთქვათ ჩარლისთან და ატყდა ტაში და ეს ასე ვთქვათ ფრენკის ერთგვარი ეს არის ჰუა ეს რო ანუ ვაშას ხო ესე იცის ხოლმე რეპლიკაა და ნუ ეს არის ძალიან სასიამოვნო რა მოკლედ მაგარი რაღაც დაამუღამა ხეშად რო ვთქვათ რა და ნუ დაინგრა ეს დარბაზი და ეს აკაკუნებს ჩახუჩეს დირექტორი მოკლედ რო გაჩერდა და ამათ რა ვეღარაფერი ვეღარ გააჩერებს ის მომენტი არ უნდა გამოგჩეს თავიდან ფრენკმა დაიწყო ხმამაღალი საუბრით. მაგრამ მერე გადავიდა ყვირილზე. და რის გამო გადავიდა ყვირილზე, მაგას ვიტყვი. ხმამაღალი საუბარი რო დაიწყო, ეხლა ფრენკის ლექსიკონი კაცების მიმართ, ვისაც ნანახი გაქვთ ეს ფილმი, იცით. და ანუ ეხლა მაინც სასამართლო არის, ეხლა ასობით ადამიანი ესწრება იქ დირექტორი რაღაც საბჭო და მოუწოდა ამ დირექტორმა ჯერ ზრდილობისკენ და მერე უთხრა რომ თქვენო ესა რა ქვია
წყობრიდან გამოსული ხართო რა, out of order, ხო? და ამაზე წამოინთება ეს და ფეხზე ადგება და ვინ არის წყობრიდან გამოსულიო, თქვენო არიცით რომ საერთოდ რას ნიშნავს წყობრიდან გამოსვლაო. მეო მინახავსო ომის დროსო, ხელები მოჭრილი, ფეხები მოჭრილი ახალგაზრდებიო, რომლებიც ანუ ისეთი სცენები მაქვსო ნანახიო, რაც თქვენ არ დაგესიზმრებათ ასე რომ სალაპარაკო არ გაქვთო ჩვენთან არაფერიო და მე გადავასწორებ იმ მონოლოგზე და გაასწორებს მიწას. 20 წლის წინა ქაურობას გადავბუგავდიო კიდე. ხო, ცეცხლ იმას მოვიტანდიო, ცეცხლის და ეხა დაღლილი ვარ ბრმა და მოკლედ ის არის too tired, too tired. ხო და ნუ Sir, you're out of order. Out of order? I show you out of order. You don't know what out of order is, Mr. Trask. I'd show you, but I'm too old. I'm too tired. I'm too fucking blind. მაგითაც ასე ვთქვა. თან თავარი ამ დიალოგის ის აზრი, ჩემი აზრით, მონოლოგის უფრო სწორად არის ის, რომ მან არა მარტო ჩარლი გადაარჩინა, თვითონ აი იმ სასწავლებლის როგორც ამბობენ ამ ლიდერების აკვანში, ახალგაზრდების სახეს გამოაჩინა და თვითონ იმ თაობასაც უჩვენა მაგალითი. რა თქმა უნდა. მე ხო გალანძღა კიდეც ისინი რომ თქვენო ეს ლაშრები ხარ ხო სამნი გალანძღა ხო. და ეხლა ამას რო ტაშის კრა მოხვა, ამით გავიგეთ ისიც რომ ეს თაობა გადარჩა. და სხვათა შორის ეს სცენა არისო, ეს სცენა ფრენკის მონოლოგი არ ემსახურებოდა მარტო ჩარლის დაცვას. შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იყო ფრენკის სულიერი სულიერი და ასე ვთქვათ ღირსების აღორძინება იყო რა, იმიტომ რომ ფრენკის საბოლოო პერსონაჟი, ჩამოყალიბებული პერსონაჟი დავინახეთ სწორედ თან მეტამორფოზა ბევრჯერ განიცადა. საკმაოდ ბევრჯერ განიცადა და ბოლო სცენა, რამაც დაგვანახა ფრენკის პერსონაჟის სრულყოფილად, სწორედ ეს სასამართლო სცენა იყო. ფილმის მიღწევებს რაც შეეხება 92 წელს გამოვიდა, 93 წელს ოსკარი აიღო ალ პაჩინომ საუკეთესო მსახიობში. ესა პირველი და ერთადერთი ოსკარი ალ პაჩინოს და ნუ ეგ საერთოდ სირცხვილი არის რომ ალ პაჩინოს მარტო ამ ფილმში აქვს ოსკარი, იმიტომ რომ სკარფეისით დაწყებული მაიკლ კორლეონეთი დამთავრებული. თან მაიკლ კორლეონე პრინციპში ხა შეიძლება ეხა შენც არ დამეთანხმო, მაგრამ თვითონ სამივე ფილმში მეორეში მინიმუმ უნდა აიღო ოსკარი ახლა და პირველში ეხა მარლონ ბრანდოა ეგ გასაგებია და სამივე ფილმში კი არა ბიჭო. მესამე ფილმში აი ხო, მაგრამ მესამე ვიღაცას არ დავასპოილერებ. ხო. მაგრამ ნუ მიწევს დასპოილერება რა ეხა. აი უხმოდ რო ღრიალებს, როტირის უხმოდ. მაგრამ თვითონ ფილმი იყო სუსტი, ანუ თვითონ მიყავდა მესამე ხო, ყველა მაგან ფილმი მეორე არის. მაგან განაპირობა უფრო ალბათ, რომ თვითონ. აი ნუ იქ რაღაცა რომ მოკლავენ ერთს და მე ეს უხმოდ რო ღრიალებს როტირის, ჯერ მარტო მაგაში არ გამოგვივა სპოილერება ყველა მისის წესით. ხომ შულს რომ მოუკლავენ ალბათ. მეორეში ნამდვილად ეკუთვნოდა ახ პრინციპში და აი ამ ქალის სურნელის დასასრულში ჩანს ეს არაამერიკული დასასრული, აი მანქანის სცენაროა, რომ აი უკვე ასე ვთქვა, თვითონ სახში შევიდა, შვილიშვილებთან თამაშის ხალისიც დაუბრუნდა, რომელიც არ ქონდა, ვერ იტანდა, მე მგონი ამ შვილიშვილებს არც ვერავის ვერ იტანდა. რაღაც საწყისი ნაბიჯები, ასე ვთქვა, გადადგა უკვე, რომ რესოციალიზაციას ვერ დავარქვი, მაგრამ ნუ გარკვეული ცვლილებები რწმენა დაიბრუნა ცხოვრების. ფილმის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ისაა და კითხვა, რაც ძალიან ბევრს უჩვენდა, მეც გამიჩნდა ეს კითხვა. ფრენკი დაეხმარა ჩარლის, თუ ჩარლი დაეხმარა ფრენკს? ორივე ალბათ ერთმანეთს. ორივე. ალბათ კი არა ორივე. ჩარლი დაეხმარა ფრენკს სოციალიზაციაში, ფრენკი დაეხმარა ჩარლის ღირსების დაცვაში. ანუ რომელი რაშიც უფრო ძლიერი იყო და რაშიც უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა. ის გამოცდილება გაუზიარა. გააძლიერეს ერთმანეთს. ხო, ერთმანეთი გააძლიერეს და ასე დასრულდა მათი ეს ურთიერთობა. არ დასრულებულა, თუმცა ფილმში ჩანს ასე რომ დასრულდა, თორე მათი ურთიერთობა ნამდვილად რა ვიცი წესით წლეულები უნდა გაგრძელებულიყო კიდევ. ალბათ საინტერესო განხილვა გამოგვივიდა. წესით. საკმაოდ საინტერესო სტუმარი გვყავდა, მინდა გითხრათ. კარგი მოსაუბრე, ფილმების კარგი მცოდნე და ბევრი ფილმის მცოდნე, ესეც ძალიან ბევრზე მეტყველებს და
დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი. ჩვენი რა ჩემი ლევანი არ არის დღეს, მაგრამ მაინც ახლა თან ავტორი არის ამ გადაცემის და მაინც სტუმარი გამოდიოდი მე ესე. ხო, მაინც სტუმარი გამოდიოდი, ხო და დიდი მადლობა ეზია რომ იყავი ჩვენი სტუმარი და მადლობა საინტერესო ეპიზოდისთვის. მადლობა შენ მოძებნისთვის. მოკლედ ელოდეთ ახალ ვიდეოებს. შემდეგ გადაცემაშიც რა თქმა უნდა გვეყოლება სტუმარი, კიდევ უფრო ახალი ფილმით, შეიძლება უფრო საინტერესო ფილმიც იყოს და ელოდეთ და ადევნეთ თვალყური ჩვენს როგორ თქვა ჩვენს არხს, პოდკასტს. მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.